საღამოშიდობის ძალიან აჭრილი და არეული ვარ. ესე არ მახსოვს ჩემი თავი, ბოლოს როდის ვიყავი, პირველი შემთხვევა აი ამის გამო, რომ მინდოდა მეტირა. მაგრამ მივხვდი, რომ გამოსავალი არ არის. 10:30-ია. დაჯდომა და ვაივიში არაფერს არ მიშვება და არ მიშველის. ერთი მე ჩემ თავზე მეშლება ნერვები, იმიტომ რომ ყოველთვის ესე ბოლო წამამდე ვიტოვებ ხოლმე რაღაცას და ოღონდ ესეთი შემთხვევა არ მქონია, რომ გადაწყვეტილებამდე ვერ მივსულ ვარ და რაღაცა ალტერნატივა არ მქონია. ტანსაცმელზე ვგულისხმობ, ჩემ თავზე კიდე იმაზე მეშლება ნერვები, რომ შემეძლო აი ესეთი რომ მართლა არ ყოფილა, მივდივარ ყიდულობ მოვდივარ, აი ესე რომ ორჯერ სამჯერ ვიყავი და ვერ ავარჩია არ ყოფილა. და მეშლება ჩემ თავზე ნერვები, როგორ ვერ აარჩი. ანუ როგორ ვერ აარჩი. შტატივი ვიღო აქ მაქვს. მაკიაჟის მერე, როდესაც თქვენთან ერთად ვიყავი და მაკიაჟი თუ რაღაცა მსგავსი გავაკეთე თქვენთან ერთად, გითხარით, რომ ანუ ეხლა მაკიაჟის რო გავიცლი მეთქი და რაღაცა მივალ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რა ჩავიცვა. შევიტანე ყველაფერი. აი ყველაფერი რაც კი მქონდა. ერთადერთი რაშიც ვიჭედები არის მოსაცმელი. ჩემი კიდე მინუსი ის არის, რომ შემომთავაზეს ჩემიანებმა, რომ ეს, მაგრამ აი რატომღაც რო ვიცი, რომ ეს ჩემი არ არის, არ არსებობს ხალხნო ვერ ჩავით. განა იმიტომ, ეხლა შეიძლება ვიღაცა მითქოს, აბა მეორაც რო ყიდულობ, მეორაც ყიდულობ და ის ჩემია. განა ვიღაცისას არ ვკადრულობ, უბრალოდ იმას რომ სხვისი ქვია, იმას ვერ ჩავიცვება მომკალი. კადრებაზე არ არის. ის ჩემად არ მიმაჩნი, ჩემი არ არის. აი სკოლაში რო იცოდნენ ხო ბავშვებმა ერთმანეთის ჩანთების გაცვლა. არასოდეს არ გამიცვლიათ ჩანთა, იმიტომ რომ ის ჩემი არ იყო. ეგეთი დამოკიდებულება მაქვს და ამომკალით ახლა. ამიტომ საროჭკები მაქვს. ეს საროჭკაც ერთხელ მაქვს ნაცვამი. კრემისფერი საროჭკა არის, ძალიან ლამაზია. რაღაცა სხვა სტილი აქვს. არ ვიცი გახსოვთ თუ არა დაბლა, აი ესეთი შესაკრავი, ძალიან ლამაზი არის. ძალიან ლამაზი არის. მაგრამ საროჭკების პრობლემა არ მაქვს. საროჭკები მაქვს. ხა ისინი თან ავალაგო ივანის რაღაცები, რომ მაგიდან მჭირდება. გეტყვით რატომაც მჭირდება მაგიდან. ამას აკრავდი. გაშლილი აქვს მთელი ქართული და რავი ესი აქვს დასაწერი და ხო და ეგ პრობლემა მაქვს მოკლედ, რომ ვერაფრით ვერ ისავქენი რა როგორ და რა ჩავიცვა. ტყავით შევიტანე, ანუ შემოსაცმელი მაქვს ტყავი. უბრალოდ ის ტყავი არ არის ოქტომბრის რა. თვითონ გეუბნება მე ოქტომბრის არ ვარ. არ ვფიქრობ, რომ მაინდა-მაინც გზემკვლავიანი შემოსაცმელი მინდა. ერთ სიტყვით, ერთ დასკვნამდე მივედი. ჯდომას, ვაივიშს აზრი არ აქვს, ტირილს და ცრემლებს აზრი არ აქვს, ეგ ძალიან პიკში მახასიათებს, თუ ეს გადაწყვეტი, ანუ თუ ესეც ვერ გავაკეთე. ეხლა გამოსავალი ვიფიქროთ, რადგან ვაივიშს აზრი არა, გამოსავალია ესეთი რაღაცა. მაქვს საროჭკა და კიდევ მაქვს მეორე საროჭკა, რომელიც ალტერნატივა რო ჩავაცმე. მაქვს ეს, ოღონდ ეს არა მაქვს, ანუ ჩასაცმელად არ მოვიტანე აქ. გეტყვით ახლა რატომაც მოვიტანე. არც ვიცი ზუსტად რატომ მოვიტანე, ამის თარგზე მინდა რაღაცა გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ გავაკეთებ ამას. აუ არ ვიცი, ხალხო ძალიან ავიჭერი. მოკლედ, არ ვიცი ეს რისთვის ჩამოვიტანე, არ ვიცი.
მაქვს შავი უკა, რომლის გადაჭრასაც ვაპირებ ცოტათი და სახე შევცვალე, იმიტომ რომ არ მინდა რომ იყოს შავი. და არც გული არ დამწდება, იმიტომ რომ შავი უკები მაქვს. ვაპირებ სახე შევუცვალო ამ ნაჭრით, ეს არის ბელას ნაჩუქარი ნაჭერი, ეს არის გერმანიიდან გამოგზავნილი ძალიან მაგარი ხარისხის ნაჭერი, საკაბეს რო იტყვიან ხოლმე მსგავსი. მინდა ამით შევუცვალო სახე ამ იუკას, არ ვიცი როგორ. და ჩავიცვა ეს საროჭკა თუ არა მეორე საროჭკა და რაღაცა უკლავებო რაღაცა მოსაცმელივით გავაკეთო. ამიტომ ვაივის არ აქვს აზრი, ვაიდედას არ აქვს აზრი, არიანის ნახევარზე, არც ბაზრობაზე წასვლის და გულდასმით დათვალიერების დრო არ მაქვს. ყველგან ვიყავი გაქცევით, ჩემთვის ჩემი მინუსია, ანუ ვერ არ დავდექი, არ დავათვალიერე. სხვას ვერ დავაფრთხილე. ჩემი მინუსია ეგ, რომ მეგონა რომ რაღაცას ვისო, მაგრამ ვერ ვქებდე. ამიტომ ბევრი როა ვილაპარაკოთ. გადმოვიღებ ჩემს მოყვალას და დავიწყებთ კერვას. არ ვიცი რომელ საათზე მორჩები, ისე მინდა რომ ძილიც მოვასწრო, რადგან ხვალე უმუშაობ. თან ვფიქრობდი ახლა რომ ხვალე მეთქი ცოტა ადრე თუ მორჩით, ესეც თულზეა ლაპარაკი. თუ ცოტა ადრე ნიშნავს 2-ზე 3-ზე რისი შანსიც არ არის და 4-ზე უკვე ბაზრობა იკეტება 5-ზე და რა აზრი აქვს. ანუ რომ მივხვდი რომ შანსი არ არის, მოდი ბოლო ის არის, რითიც შემიძლია ჩემ თავს ვუშველო. ან ვუშველი, ან ვერ ვუშველი. ხოდა ხა მივალ მაგდასკვნამდე მივდივარ. არ ვიცი რას გავაკეთებ. მაგრამ მოდი დავიწყოთ. დავიწყებ. გამოვა. არ გამოვა და თქვენც კარგად იყავით და მეც კარგად ვიქნები. არ ვიცი რას ვიზავ, წინასწარ არ ვლაპარაკობ. ერთი ის ვიცი, რაშა და ივანე მზად არიან და წავდნენ. მოდი ახლა. თუ საშუალია ვუშველოთ ჩვენს თავს. თუ არა ტყუილად ნუ ვინერგებულებთ. რაც არის შველება, არის შველება. აქტიურად კარს მოგვადგა კოტლი. ნერვები მეშლება და წავედი ახლა. თუ რამეს გავაკეთებ, გეტყვით. შიგადაში გეტყვით, რამდენად იმედის მომცემი თვალი ვიმექნება, ეხა სრულიად წაშლილი ვარ, ძალიან მაგრა ვინერვიული, ჩემს თავს ძალიან მაგრა გავბრაზდი, ნერვები დამეთხარა რომ იტყვიან, მაგრამ ღირსი ვარ, მაგალითი იქნება ეს ჩემთვის, იმიტომ რომ როდესაც მეწოდინება რომ ამადამ დროს, ამადამ სადღაცას მივდივარ, წინადღის ამადამ დროს და ამადამ საათისთვის უნდა ვიყო მზად და ვიყიდო. თუ მიდიხარ, თუ არა და დაეტიე სახლში. მოკლედ, მაქვს ეს ნაჭერი, მაქვს ეს იუბკა, შავი იუბკა, მაქვს ერთი საროჭკა და მეორე საროჭკა, უფრო იმას ვფიქრობ, იმიტომ რომ აი ესეთ ფერში გადის და ვფიქრობ უკლავებო შემოსაცმელს გავუკეთებ. არ ვიცი, მოკლედ, ტყუილად მოვაპარაკობ, ვიწყებ. ან გამოვა, ან არ გამოვა. დავიწყოთ. ჩემი დამხმარე მოვიყვანი აქ ადგილზე, ანუ შიგადაში ჩაგერთვებით ხოლმე, მუსიკა უნდა ჩავერთა ეხლა, რომ ცოტა გავხალისებულიყავი. იუბკა გადავჭერი, საკმაოდ სიგრძე მოვაჭერი. ეხლა სანამ ამას შევკეცავ, არ ვიცი რას გავუკეთებ. ეს არის წინა მხარე. არ ვიცი რას გავუკეთებ, მაგრამ უნდა რამე გავუკეთო. იდეაში მაქვს რაღაცა, რითიც აი ეს ამით უნდა გადავაკეთო. რას გავუკეთებ, არ ვიცი. აიმე. იმედია, ხოჯერ უნდა ვნახო, რამდენად ისეთი ნაჭერია, რამდენად მეყოფა. კი, კაცო, მეყოფა. ეხლა უბრალოდ ცოტას მოვაჭრი, რომ ამას რამე გავუკეთო. რაღაცა მოვიფიქრო. რამე უნდა მოვიფიქრო, სხვა გზა არ აქვს. ამიტომ ეხლა ჩავაჭრი ცოტას. არ ვიცი რა, მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ გამოვა რამე. ზოგადად რაღაცას რო ვკერავ ხოლმე, არასოდეს არ გამტყუნებია. ხო და ნახოთ რა. იქნებ სულ ისე გავაკეთო, რომ ძირითადად წამყვანი ნაჭერი ეს იყოს და
ამით გავაწყო ყველაფერი. ნახეთ. ეს მომიფიქრე. ეხა მოდით რა განვიხილოთ. მოდით. ანუ ჩვეულებრივ შავი უკა ცოტა ხომ მოვაჭერი, ჩავამატე აი ეს დეტალი. რადგან ის უნდა გავუკეთო მე მაგ დეტალი ჩილეტი. ნახეთ, არ ვიცი ვის გაგვცა ძალიან ძველი ყუთია. მაგრამ ღილები ამბობში. შეიძლება ლამაზ-ლამაზი ღილებიც კი იყოს. ესეთი ფერი საროჭკაა, მაგრამ ეხლა მთლად ესე არ მინდა. შეიძლება არც დავაკერო. უბრალოდ მაინტერესებს. არ მინდა ძალიან პიონერული ვიზუალი ჰქონდეს, თუ მქონდეს. მაგრამ სახე მინდა რომ გავუკეთო რამე. ეს ერთი ცალი მაქვს. არა ეს უხდება. ეს არ არის ამისო. ესეც დიდად არ არის. ანუ მთლიანობაში ღილებიც არ მაქვს. კაი, მე მგონი ამ ღილებმა მოსგანა ღილების იდეა. აი, ნახე, შავია. შავი არ არის, მუქი ყავისფერია, მაგრამ ეხა 1 და 2 არის, თუ რაღაცა არის, ასე უნდა ჩავაკერო. მაგრამ ესეთი არ მგონია იყოს. ეს კაია, მაგრამ ესეთი აღარა ჩანს დანარჩენი. მოკლედ დიდი არჩევანი არ მქონია ღილების. მოიცა ისიც შეიძლება, მაგრამ მაგისი დრო და არც ნერვი არა მაქვს მე მგონი. აი ამის. არა. მოკლედ ღილების იდეა მორჩა. წაკვდა. იდეაშივე დაიკარგა. იდეაში ეს რა თქმა გაფიცებ აი ეს რაღაცა ფარაონების დროიდელი ღილები. ანუ სუცალცალია და ეს რა. გიმი. ხის ღილი ვიპოვე. ძალიან ლამაზია ხე. მაგრამ ზუსტად ვიცი ესეც ერთია. კაი ხო, თავთან. ეს ტყუილა გამოვიხეთ. ეს რადგან ასე თუ ისე დაახლოებით გავაკეთეთ, ეხლა ზედას მივხედა. დავიწყო. გავშალე. არ ვიცი ხთუ ეტყობა ეხლა ცარცის ისინი. ცარცი არ არის ხალხო. ძალიან იდეალურია თეთრი პასტელი. საამისოდ. ცარცი რაღაცა იდუდღნება ხოლმე რაღაცა. ეგ თუ გაუსმევ, პასტელია ჩვეულებრივი სახატავი. всё, ეცლება. არ ვიცი რა გავაკეთე, მოვხატე. ჩემი საზომი ერთეული არასოდეს არ ვიყენებ, იცით თქვენ სანტიმეტრებს. არ ასე დავდე ხელი, ეს აქეთ ისე, იქით ისე. დაახლოებით. მე ცოტა ვუმატებ, რადგან ნაკერიც ხო უნდა ჰქონდეს, ასე მოვჭერი. ეხლა რას ვაკეთებ? გეტყვით. არ ვიცი რას ვაკეთებ. უბრალოდ თვალის ზომით მოვჭერი, კერად დავხატე. აი ხა ვჭერი. არ ვიცი რას ვაკეთებ.
თან ვჩქარო. იმიტომ რომ მეძინება. თან არ მინდა რომ ეს ეგრეთ წოდებული ძილი გამოიხატოს ისე, რომ გავაფუჭო. ასე რომ ხა ცალი მხარე მინდა რომ კარგად გავაკეთო, რომ გადავკეცობენ. აი აქამდე. ეს მხარი და ესე წელი. ასე. ანუ ცალი მხარე მოვჭერი. ეხლა ეს უნდა გადავკეცო ზუსტად შუაში, რომ მეორე მხარეც მოვჭერა. დაახლოებით როგორ რაღაცას ვაკეთებ, ეხლა გეტყვით. მინდა იყოს ჟილეტივით, შემოსაცმელი, წინიდან ცოტა მოკლე და უკან გრძელი. იმიტომ წინან ეს სახე გამოუჩნდეს იუკას. ხო და მოდი ნახოთ რამდენად გამოვა. გამარჯობათ კი. რომელი იყო 10:30 რომ დავიწყე? დაახლოებით 2 საათია მე მგონი აქ ვარ. ანუ ისე გავიდა რომ ვერ გავიგე. დავამთავრე. თუ დამთავრება ვქვია, არ ვიცი, არ გამისიჯია და არ ჩამიცვია. შევკერე ზუსტად ისეთი როგორიც წარმოდგენაში მქონდა. ანუ ხო თქვენ მოგიხსნით. არის უბრალოდ აი ესეთი სამკუთხედი გულით ძალიან უბრალოდ მაქვს გაკეთებული. ანუ არ გადავტვირთე, ხო არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ გასაუთოებელია და ესე დადგება. ესეც ყველაფერი სველი უთოთი. წყლიანი უთოთი, ორთქლით უნდა გავაუთო. ასეთია სულ უბრალო, იმიტომ რომ საროჭკის საყელო და რაღაცა აქ და არ მინდა რომ ძალიან დავამძიმო. გადავტვირთო, არის ტრაპეციადი შეკერილი სპეციალურად, წინ მოკლე და უკან მრგვალად, ასე. დაახლოებით ხარ რა უნდა იყოს რა. ჩემს წარმოდგენაში ახლა უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვისვენებ და ვემზადები იმისთვის, რომ დაახლოებით რო არ გამოვიდეს და არ გამოვა. ნახეთ ესეთი რაღაც უნდა იყოს. ანუ ეს იუბკა ეს აქ ცოტა შუაში არ აქვს, ეს აქ ცოტა გვერდზე სპეციალურად გავუკეთე, ანუ არ მინდოდა ძალიან შუაში, აქ აი ეს არის შუა, აქეთ მხარესაა. აი დაახლოებით ამ სტილის ესეთი რაღაც უნდა იყოს და აქ საროჭკა დაახლოებით აი ესეთი ფერის მეცმევა. არ ვიცი რა გავაკეთე, მართლა არ ვიცი. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ ეხლა უნდა გავისინჯო. ნერვიულობ, იმიტომ რომ ამის გარდა სხვა რაღაცის გაკეთებას არ ვაპირებ. ნახოთ საროჭკას რო ჩავიცმე როგორ ექნება, რამდენად შეიძლება რომ აი აქ რამე აქსესუარი გავუკეთო. ოღონდ ძალიან სადა. არ ვიცი რა, თვითონ მეტყვის მე. დავიღალე. აქ დაბლასაკი ხდება, ამას დილით დავალაგებ არა უშო. არა, მანქანამ გაიარა. ხო მე მგონი არ იქნება დანაშაული, რომ ეს გავხსნა ახლა. არა მგონია რამდენიმე კილო მომიმატო, ცოტა რომ შევჭამ. ზოგადად სტრესის დროს შოკოლადი მოჭამ. მე კიდე დღეს ძალიან დავისტრესი. ძალიან. ხო, იმედია ის რო შენი არ დაინახა YouTube.
შოკოლადი არ გვინდა, თხილი გვინდა. თხილი არის თხილის ფორმისაში. რატომღაც ძალიან მეიმედება, რომ რაღაცა გამოვიდა. ფაქტიურად მუკბანგია. ერთი იდეა მაქვს კიდე. თუ ეს განივრად მექნება, განიერი არის. იდეაში მაგისთვის არის შეკერი. თუ მოითხოვს, რომ ეს როგორ დავარდება, არ ვიცი, თუ მოითხოვს, რომ რაღაცა და რაღაცა, ან უკან, ან წინა მხარეს, უფრო უკანა მხარეს ვფიქრობ. დაახლოებით ამ ადგილას რეზინას ჩავაკერებ, რომ მიპრუწოს, მაგრამ თან განიერი რო არის, არ მინდა რომ მიპრუწოს. იმიტომ რომ ეგეთი სტილისა მინდა რომ იყოს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს ეხა უთოში ასრულებს. ფაქტიურად იმან უნდა დააყენოს. ხო და მე ფსიქოლოგიურად მოვემზადები კიდე. ალუბალი არის ოთხკუთხედშიო. ისე მჭირი გეცეთა. არ გეცეთ არის. ოთხროეს დავაგემოვნებ და გავისინჯო. ხათუნა ცალკე მტერს, შორინა ცალკე მტერს. მიხვდნენ რომ მაგრამ ინერვიულია იმაზე და მეუბნებიან გუშინ გაჩვენე ის ჩაიცვი. შვენი რა გქონდა შვენი მწერს. ცალკე მამინდა ჩემი წერს. ცალკე ბიცოლა ჩემმა მომწერა. ალტერნატივები შემომთავაზა. მე ბიცოლა ჩემის პარალელურად ჩემს ბიძაშვილს დავურეკე მადონას. ვერთო ჩემ. დავურეკე რომ და მე თქვა და ვუთხარი კიდეც რამე შემოსაცმელი ხო არ გაქვს თქო რა გამონაკლისი დავუშვი რომ მეთქი მადონა რამ გაყო ჩემი და მადონა მოიცავ ნახავო და უკვე ეს მქონდა დაწყებული. მეთქი აღარ მინდა დავიწყე და რაც გამოა. ხო და სანამ მაგას მივწერდი რომ მადონა მეთქი შემოსაცმელი მინდა რამე. 2 დღეა მინდა რომ ვეჭორაო, 2 დღეა, 4 დღეა მინდა რომ ველაპარაკო, უბრალოდ დავურეკო და ველაპარაკო და დავინახო. ადამიანის სახში ვერ დავიჭირე სუქეიფობს. წეღან დავურეკე, ანუ ვიცი რომ დღეს სახში, იმიტომ გუშინ შემპირდა ხვალ დაგირეკა. ვიცი რომ სახში და დავურეკე რომ მეთქი მეთქი მადო ტანსაცმელს ვიზომავდი და მეთქი შევახედებ თქო. მიპასუხა, ოღონდ არაფერი არ ესმოდა. ხმაური იყო, ქეიფობდა. მე ვთხარი ამპულა უნდა ჩაგიდგა, სხვანაირად არ გამოდის. არ შეიძლება უბრალოდ სხვანაირად მაგის იქცევები არ ვიცი, განოთდა პრინციპში. სამეზობლოც ხელს უწყობს. მოკვდება, შემოგაკვდებათ, ეგ უბედური, ეგ შემოგაკვდებათ, არ შეუძლია. პრინციპში მამამისი შვილია და შეუძლია დაალეინეთ. ხო, ეხლა შოკოლადის აღჭამოთ. სტრესი გვეხსნება ნენელა. რომელიღაც არ მიჭამი. ხო და მომეშალა ნერვები და მეთქი დამანებე თავი რა. ეს არ მომეწონა. ეხლა ის გავსინჯოთ. კრემი უნდა გქონდეს თეთრი მე მგონი. რა გინდა? რაც ახატია გამოვიდა.
უბრალოდ 4 სახეობის ახატია. ხო და 4 ძალიაკელია. ეხლა ვფიქრობ, რომელი მომეწონა ყველაზე ძალიან, რომ გამეორო. აი, ხო, თხილისას ავიღებ და კაი. ეს ნაჭერი დამრჩა. აქ ნავის აგიში ხდება. ეხლა წავალ საროჭას ჩამოვიტან და აქ გავისინჯებ. ნახოთ როგორ აქ. მაგ. მივნახავ როგორ ამაკ. და ვნახავ მიშველა 15 ცალმე შოკოლადმა თუ რამე მყარი ვიპოვო, რომელიც არ გაწყდება და აივანზე გავიდე. ჩაგვეკონწია, მაგრამ გავაკეთო სხვა. წავედი. საკიჟია. ახლა ხედით რა თავარიცი. შევკერე. ხო გეუბნებოდით, ბღავილს. ნერვების მოშლა საზრი არ აქვს. ერთადერთი რაც აკლია ამას. არის უთო. მაგრამ ოღონდ ხარ გამოუთოები. ეხა განახილეთ. არ ვიცი როგორ გამოჩნდება და რა იქნება. აზრზე არა ვარ რა იქნება. ერთი ის ვიცი რომ უთო აკლია. არ ჩანს კარგად. არ ჩანს კარგად. აქ დაგსვათ. ეხლა შეიძლება ვიღაცა სკოლნიკი ვეგონო, მაგრამ ასეთი არ არის. ძალიან ლამაზი გამოვიდა. განათება ისია, რომ არ ჩანს, მართლა არ ჩანს კარგად. ეს არის აი ესე გავწევ უკან. ასე. უთო აკლია ამას. ეს არის მოსაცმელი, როგორიცაც ვამბობდი, ასე. შავი უკა, ეს ჩავიტანი ესე, ეხლა უბრალოდ ესე მაქვს და ამის დეტალი ჩანს. შექმნები არ მაქვს პროსტებით. გაუთოება და გასწორება აკლია ამას. გაუთოება და გასწორება. და რა ვიცი, მაგალავედი და მომიწონეს ძალიან. ამის ფარფარა არა. ის რასაც ვამბობდი, რომ აქ რო ის მეთქი აღარ უნდა, იმიტომ რომ მოიჭირება და მინდა რომ ფართე იყოს და განიერი და რაღაც. რაც შეეხება დეტალებს, აი ეს არის ამ საროჭკის ერთ-ერთი დეტალი. შაშა მეცვა გახსოვთ. ანუ ეს ახლა ამაზე არ ვიკეთებ, ისე ამაზეც შეიძლება. თბილად მექნება ბიჭი. ეს დეტალი რა და ეს არის შეკრული ამით. ეს რაღაცა ძალიან ისე იმათ მოითხო, იმას მოითხო ძალიან ისე. ხო და ფიქრობ, რომ ეს გავუკეთო აქ. სხვა არაფერი. არ ვიცი, ამ მაგაზე ხვალ ვიზურუნებ. მაგაზე ხვალე ვილაპარაკებ. იმიტომ რომ ეხლა ზუსტად ვიცი, რომ მაგრამ მეძინება. და ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ბევრი სამუშაოა. წავალ და ხრომოვალ ხვალისაზე ხვალე ვილაპარაკოთ. თავარი ის არის, რომ მართლა წყნარად დავწვევი და დავიძინებ, არ ვიცი თქვენ როგორ ჩანს და თქვენთან როგორ ჩანს და ვის მოეწონება და ვის არა, არ ვიცი, მაგრამ მე მაგრად მომწონს, თან ეს ფერი ამ ფერთან ძალიან კარგად მიდის. ჩაცმა და ხურვას აღარ ვაკპირებ, განა როგორ უნდა შემცივდეს, ეხლა რომ კიდე ზემოდან რამე შემოვიცვა. თავარია საროჭკით არ ვარ. თავარია ეს რაც რისიც მეშინოდა აი ამეების, ნახე იდეალურად. ერწყმის და ესეც არსად არ წავა. ანუ ეს რო შიგნითა საროჭკა ვისწორო და რაღაცა არ ზის თავისუფლად. აბა შევინახო. თმას ხო იცით როგორც ვიკეთებ და შესაბამისად ამასაც თმას რო იმას ვიდო მე გადავწყვეტ. ვიკეთებ ვერცხლისფერ სამკაულებს,
იმიტომ რომ რატომაც ოქროს ვერ მოვახდენ და დიდად ოქრო არ მიყვარს. რადგან თემუს ის ვერ მისწრებს, ნახოთ ხვალია ბოლო დღე, რადგან თემუ ვერ მისწრებს, რომ ის ფრჩხილები დავიკრა, სხვა ფრჩხილებს დავიკრა. საერთოდ შავი ფრჩხილებიც მაქვს და რა მწვანეც მაქვს. მუქი მწვანე ვიკრავ. მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ოღონდ მართლა ან ჩემ თავში შევატყე რომ არ ვიყავი ის მანანა რაც ვარ ხოლმე. აი რაღაც არეულობაში დავიკარგე და ქაოსში ვიყავი და ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას რა მექნა და აი მაგიტო ცოტა ხანი ყველაფერი გავთიშე. ზოგადად მაგას ვაკეთებ ხოლმე. გავყინე ყველაფერი და აი რო გადატვირთავ რაღაცას და გააჩერებ და აი ახლიდან რო იწყებ ფიქრს. აი ეს რო გავაკეთე, მივხვდი რომ ან ეს უნდა მექნა. ან რადიკალურად ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, რაზეც არ წავიდოდი და ვინანებდი, არ წასვლაც არ შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, სისულელეა. წავიდოდი, მაგრამ შევიცმოდი კაცმა არ იცის, ვიქნებოდი ძალიან არაკომფორტულად. აი ესე რო ნერვები რო გეღუტუნებს, აი მანდ ვიქნებოდი. რა ბედნიერი ვარ. ასე რო ხარხმო. რაღაცა გადაწყვეტ, რაღაცაზე რო აიჭრებით, გაჩერდით. აი გაჩერდით. 2 წუთი დაჭიქით, 1-5 შოკოლადი შეჭამეთ, ყავა დალიეთ და რასაც არის შულება არ იტიროთ. ძალიან მე მაგას ვაპირებდი. და გამოსავალი მოძებნეთ აუცილებლად იპოვეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთე. მართლა კმაყოფილი. არ ვიცი თქვენთან როგორ ჩანს რანაირად, მაგრამ ძალიან მოწონს. და ივანესაც დავენახე, ბარბარესაც დავენახე და ორივემ თან იცი როგორ რაღაცა, ამას ყველგან გამოვიდა. ფარფარა. მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა გულშემატკივრობისთვის და თქვენი ობიექტური აზრი მართლა მაინტერესებს. წავედი ხა დავიძინო რა უთხრათ, ნუ არც უთო ჩამისთვის, არც არაფერი ნერვები მქონდა მოშლილი. ნინოც ისე დაწვა, არც ამიხედია. აქ ჩამოვიდა, აქ მაკოცა და წავიდა. წავედი ხა. ამას დილაზე მივხედავ სანამ წავალ. გაკოცეთ, ბევრი მადლობა ყველაფრისთვის.